ვისაც გახსოვთ, ცოტა ხნის წინ გადავიღე ვიდეო ცხიმებზე და იმავე ვიდეოში დაგვიდით, რომ შემდეგი თემა იქნებოდა ზეითუნის ზეთი. მართალია ცოტა დამიგვიანდა ამ ვიდეოს გადაღება, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. დღეს განვიხილოთ, როგორი ზეითუნის ზეთები არსებობს და რომელი ზეითუნის ზეთით უნდა მომზადდეს საჭმელი. როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნეთ, ზეითუნის ზეთები მიეკუთვნება მონოუჯერ ცხიმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქიმიურ ფორმულაში მხოლოდ ერთი ბმაა. მონოუჯერი ცხიმებია: ნუშის, ავოკადოს, ზეითუნის ზეთები და ასე შემდეგ. არსებობს 5 სახეობის ზეითუნის ზეთი: ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი, ვირჯინ ზეითუნის ზეთი, რაფინირებული ზეითუნის ზეთი, ომასი ზეითუნის ზეთი და ექსტრა ლაითი ზეითუნის ზეთი. ექსტრა ვირჯინი უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთია, მიიღება ცივი და წურვით, აქვს თავისი სპეციფიური გემო და სუნი და ძალიან სასარგებლოა. მისი მაქსიმალური წვის ტემპერატურა არის 170-200 გრადუსი. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის ბოსტნეული და ხორცი იწვება 160-190 გრადუსზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთში საჭმის მომზადება აბსოლუტურად უსაფრთხოა და ნებადართულია. მაგრამ არ არის კარგი მაგალითად French fries-ის მოსამზადებლად, სადაც ზეთი უფრო მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება და თან მრავალჯერადად გამოიყენება. რაც შეეხება ვირჯინ ზეითუნის ზეთს, ძალიან გავს ექსტრა ვირჯინს, ოდნავ უფრო დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთია. მეტი განსხვავება მათ შორის არ არის. დავიდეთ რაფინირებულ ზეითუნის ზეთებზე. არ აქვს სუნი, ფერი და გემო. საქართველოს ბაზარზე რაც მინახია, რაფინირებულ ზეითუნის ზეთებში 80% არის რაფინირებული ზეითუნის ზეთი და 20% ექსტრა ვირჯინი. შესაძლოა და გამოსაწყობად აბსოლუტურად უსაფრთხოა, მისი მაქსიმალური წვის ტემპერატურა არის 200-255 გრადუსი. მაგრამ მასში არ არის ის სასარგებლო თვისებები, რაც აქვს ექსტრა ვირჯინს, რადგან მისი გადამუშავების შემდეგ ყველა ეს სასარგებლო თვისება იკარგება. თუმცა საშიში ჯანმრთელობისთვის ნამდვილად არ არის და ფასითაც უფრო იაფერებს. ომასი ზეითუნის ზეთი მიიღება ზეთისხილის ნარჩენებისგან, როგორც არის კურკა, ქერქი და ასე შემდეგ. მისი დადებითი თვისებებია ის, რომ შედარებით იაფია, მაღალი წვის ტემპერატურა აქვს და ნეიტრალური გემო. შეიძლება ითქვას, საკმაოდ დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთია. მე პირადად ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთით ძალიან ხშირად ვამზადებ საჭმელს. ჭირდება ბევრად უფრო ნაკლები ცხიმი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცხიმი და ასევე ბევრად უფრო სწრაფად წვავს საკვებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცხიმი. მაგრამ არ მომეწონა მაგალითად ოლადებზე, ბლინებზე. ამ შემთხვევაში რაფინირებული ზეითუნის ზეთი ბევრად უკეთესი გამოდგა. მე გირჩევდით სახლში იქონიოთ ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი და რაფინირებული ზეითუნის ზეთი. როგორც ვთქვით, ექსტრა ვირჯინი ძალიან სასარგებლოა, რაფინირებული არ არის საშიში, მაგრამ არც სასარგებლო თვისებებს შეიცავს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ის სპეციფიური სუნი და გემო, რაც არ მოგწონთ ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთში, ხშირი გამოყენების შედეგად იწვევს მიჩვევას და საერთოდ აღარ იგრძნობა. ისი ძვირი სიამოვნებაა ზეითუნის ზეთი, მაგრამ სხვადასხვა მარკეტებში ხშირად არის აქციები, როგორც ექსტრა ვირჯინზე, ისე რაფინირებულ ზეთზეც და შედარებით ნორმალური ფასი გამოდის. თქვენივე ჯანმრთელობისთვის გირჩევდით ზეითუნის ზეთის გამოყენებას.